de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 228 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშულდაძესთან. მოვიდა გაზაფხული. კალენდრით მარტში მოვიდა გაზაფხული, მაგრამ ქოცების დამეთანხმებით რომ მაგრაციოდა. ლეგიტიმაციის რა გითხრათ, მაგრამ ამინძე როცა გინდა ვილაპარაკოთ. ჩიტები მოფრინდნენ, ხეები გაიფურჩქნა, ბუნებამ გაიღვიძა, თუმცა ისევ ქოცები, ისევ ლეგიტიმაციის პრობლემა, ისევ კორუფცია. მოდი ჯერ კარგი ამბებით დავიწყოთ. კარგი ამბები. კარგი ამბები ვერ მიპოვეთ. ამიტომ გადავიდეთ ქოცობებზე და ლეგიტიმაციის პრობლემებს. ტრამპმა ყაველაშვილს დაურეკა, უпростоრად რუბიომ დაურეკა კობახიძეს. რაზე ილაპარაკეს არ ვიცი, თუმცა კობახიძეს თუ ვენდობით, მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამ წინადადებაში ხუმრობა იყო სიტყვები კობახიძეს თუ ვენდობით. ისე საინტერესოა ყაველაშვილს ეს ზარი გაუხარდა თუ გაუტყდა. სადღაც გაუტყდებოდა. ამდენი ხანი რომ ამერიკიდან ზარს ელოდები და როგორც იქნა რომ შემოვა და ალო ირაკლის თხოვეთ რომ ოცნების დეპუტატი ლადო ბოჟაძე იგივე პარალელს ავლებს რუბიოს ზარსა და ტრამპის ზარს შორის. ახლა ველოდებით ტრამპის ზარს ამაყობდა ბოჟაძე. მისი აზრით რუბიოს ზარი კობახიძესთან ზუსტად ამის წინაპირობა იყო. ანუ რუბიომ აიღო ყურმე შეამოწმა. ფუ, ალო. მუშაობს, აი კობახიძესთან გავტესტო, გატესტეს და მორჩა. ეგ აწი უკვე ველოდებით ტრამპის ზარს. როდის დარეკავს ტრამპი? არ ვიცით, ველოდებით. ხომ გახსოვთ კითხვაზე, როდის შევწყვეთ ლოდინს, ირაკლიმ უპასუხა. არასოდეს. განვაგრძობთ ქოცების ლეგიტიმაციის ამბავს. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სერიოზულ დელეგაციას უმასპინძლა. უსერიოზულესაც დავარქმევდი. პაპუაშვილი მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. ოღონდ ყოფილ პრორუს პრეზიდენტ იგორ დოდონს და პრორუსი ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამ დოდონს გვარიც რო ეგეთია, დოდონ. პრესამსახურის ცნობით შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა. ჩემი აზრით, იმათ კითხეს, რომ როგორ ინარჩუნებთ პრორუსები ძალაუფლებას ამდენი ხანი და ჩვენებმაც გაუზიარეს გამოცდილება. და დოდონთან ხავა. აილაპარაკ. შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური ოფიციალური სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. მე ვფიქრობ, რომ ეს სამარცხვინო ამბავია. აი შალვა პაპუაშვილს კიდია. როცა მივდივარ, ვიზასაც ვიღებ. აი ეს თქვა. შალვა, მე როცა მივდივარ, არ ვიღებ. და მე მინდა ყველას გვინდა რომ ეს ასე დარჩეს. შენ რო ვიზას იღებ, რავი, ეგ არ გვადარდებს. მიხვდი, არც გვიხარია, შენ რო ვერ იღებ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ვიღებდეთ. კი არა და არ ვიღებდეთ. ვახ. მიხვდი, შენ გეგონა შენზე ვდარდობდი? არა.
მიმდინარე კვირა საინტერესო იყო ოპოზიციის გაერთიანების გააბიაბრუების მიმართულებითაც. გაერთიანებული ოპოზიციის საერთო ყრილობა დაანონსდა 26 მაისს. ამ ამბავზე კი ახუმრდნენ ტროლბოტები და სახელმწიფო მანქანა. სხვებისგან განსხვავებით, სერიოზულად მიუდგა საკითხს თორნიკე ფაღავა. თორნიკე ფაღავა ოცნების დეპუტატია ერთგვარი. ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ფილმის ტრეილერივით უნდა წაიკითხო. აი ასეთი. 9 წლიანი მმართველობის, 12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობისა და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაიყვანეს. მნიშვნელობა არ აქვს გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან. მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ. თქვა პარლამენტის სტომაზე სიტყვით გამოსვლისას თორნიკემ. მე კი ფიქრობ იყოს თუ არა ეს კაცი ჩემი კადრი და მივაქციო თუ არა ყურადღება, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი რა. თითქოს მონაცემები აქვს. მაგრამ აი თითქოს ბოლომდეც ვერ ქაჩავს. არ ვიცი, მოდი გაზაფხულის ბოლომდე დაველოდები. თორნიკე მაისის ბოლომდე 3 კაი განცხადება მინდა და გუნდში აგიყვან. ჩემი სკაუტები დაგაკვირდებიან. კაი, ახლა ცოტა სერიოზულ საკითხზე გადავიდეთ. ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოჯანმა, იმიტომ რომ არ ვიცი იკვეცება თუ არა. მოკლედ ამ მოჯანიმ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს დაგვემუქრა. ყველაზე დიდ ყურადღებას ამ სტატუსში ეს სიტყვები იქცევს. არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. ელჩის პოსტს თან აქვს დართული ავტომობილის გვერდითა სარკეებზე ამოტვიფრული გაფრთხილება. სარკეში ასახული ობიექტები იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩანს. ეს კაცი არაა პირველი ირანელი ჩვენს ისტორიაში, ვინც დაგმუქრებია. მარა ახლა 21 საუკუნეში ამ მშვიდობის ჰაბ საქართველოში. რა ვიცი ზბო, პანაშვიდებს ჩვენ არ გიცდენთ. ერთი ანძა გვაქვს და მაგათ ფერებში ვანათ. მეტი რა უნდა უქნა. ირანის ელჩის ეს პოსტი მოყვა რუბიოს ზარს კობახიძესთან. როგორც ჩანს, ირანელები გაბრაზდნენ. ახლა უკვე არ ვარ დარწმუნებული, გვინდა თუ არა რომ ტრამპმა ყაველაშვილს დაურეკოს. შეიძლება შარია, რავი, იმ ზარზე დაგვემუქრა, ეხა შეიძლება დაგვწო. სულ სხვა რამეს ფიქრობს ოცნების დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი. ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია. მას რომ ეს განცხადება ქართულ კონტექსტში გაეკეთებინა, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირება იქნებოდა, იმუქრებოდა. კაი, გეშე, ქართულ კონტექსტში თქვენი რეაგირება მტრისას თენგიზ, მტრისას. ლუკაშენკო ისე ნანობს თურმე აფხაზეთში ჩასვლას, თურმე ასე ამბობს აფხაზეთში ჩასვლას მიწაში ჩავსულიყავ. კოცების მკაცრი რეაგირებები. ერთსაც არ უსულ. ირანის ელჩმა საქართველოში ვიმეორებ საქართველოში დაწერა სტატუსი კობახიძის საუბრის შემდეგ და შარმანაშვილის გონია რომ სხვა ქვეყნები იგულისხმება აქ, არა, სხვა ქვეყნები. დაწერეთ კომენტარებში ვისზე გონიათ რომ საუბრობდა ირანის ელჩიც არავინ. რომელი ქვეყანა? ჩემი ვერსია არის პოლონეთი. შარმანაშვილის აზრის მიუხედავად ყველა ლოგიკით უნდა დაებარებინათ ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაგრამ ბოლოს ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში თვითონ მივიდა. მართლა, უყურა, არ დამიბარესო და თვითონ მივიდა.
რაზე ილაპარაკეს იქა არც ერთი მხარე არ ყვება. იმედია ჩვენები გაფრთხილებით შემოიფარგლენ. თორე ოჰოჰო, ამათი გაბრაზება ხო იცით თქვენ? ტრისას ეუთოს თავმჯდომარე ყავ დაჯარიმებული ამათ. მოგვიანებით ირანის ელჩმა ვრცელი პოსტი გამოდო საქართველოსა და ირანის მრავალ საუკუნოვან მეგობრობაზე. რავი, მრავალკვირიანი რო ეთქვა, ბაზარი არ არის. მრავალ საუკუნოვანი, შეიძლება ესეც დაიდაგა, არ ვიცი. შეიძლება რაღაც მომენტები გქონდა. ხო, რაღაცა რა. ახლა წაიგითხავთ news, რომლის გასააზრებლადაც ერთი მოსმენა არ გეყოფათ და გირჩევთ რომ მეორედაც მოისმინოთ. რუსეთის დაზვერვა მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. აუ გაიაზრეთ, ეხა გადაახვიეთ, თავიდან მოისმინეთ. ვიტყოდი ამათ სულ დაკარგეს ნამუსი თქო, მაგრამ რავი, რუსეთის დაზვერვა სულ დაკარგა ნამუსი, როგორ გინდა რო. ამ ყველაფერთან ერთად ახალი თავისტკივილი დაგვემატა ქვეყანას. იგეგმება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. კალაძის თქმით, რუსთაველის რეაბილიტაცია დაიწყება მაისში. დაახლოებით 4 თვე დასჭირდება. 1 აპრილსა ეს ყველაფერი ნათქვამი და ეს არ ვიცი, კაია თუ ცუდი. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მრავალი წლის წინ გაიჟღერა ასეთმა კითხვამ. იგეგმება თუ არა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? კიო, მაშინ თქვენს კოცებმა და საქმესაც შეუდგნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, რა თქმა უნდა. 2020 წელს რაღაც ნაწილი გააკეთეს და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 4 ეტაპიანი უნდა ყოფილიყო. მერე გავიდა 4 წელი. 4 წელი გავიდა. 2023 წელს დადგა. ამ წელს რა მოხდა? რა და გვითხრეს, რომ 2024-ში დაიწყებაო. აი ეგ მოხდა. ჩემი გადაცემის ერთგული მსმენელი ადვილად მიხვდება ამ ამბავს რა ნიუსიც მოყვა. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2024-დან 2025 წელს გადმოიდო. კალაძის თქმით, ახალი წლის დღეების შემდეგ დაიწყებოდა. გავიდა ახალი წლის დღეები, შობა, ძველით ახალი წელი, გიორგობა, დადგა ზაფხული, მერე შემოდგომა, მერე რთველი დავასუბსიდირეთ. მერე მეორე გიორგობა. და მერე დადგა ახალი წელი. სუ ახალი. მერე ძველით სუ ახალი წელი. ამასობაში მოვიდა 2026 წლის 1 აპრილი და კალაძემ მაისიდან დავიწყებდა 4 თვეში დავამთავრებდო. ამ მრავალი წლის პერიოდში ასეთმა ნიუსმაც გაიჟღერა. ჩემი საყვარელი ნიუსია. მერია იძულებულია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ერთხელ უკვე დაწუნებულ კომპანიას ჩააბაროს. გაიგე? იძულებულია. დაიწუნა ეს კომპანია. არ ვარგა. არ, მაგრამ რა იძულებული. იძულებულია აკნას. ვინ აიძულა? გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. ჩაანალიზებაზე, ჯერ კოკა-კოლა მოვსვათ. არის მცირე შანსი მოვიდეს დრო, როცა მთვარეზე მოვსვამთ კოკა-კოლას. ცოტა რთული იქნება სკაფანდრით. მაგრამ მოიფიქრებენ რამეს. სანამ საქართველოში ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის ციხეში უშვებენ, კაცობრიობა მთვარეზე ბრუნდება. 2 აპრილს თბილისის დროით 02 საათსა და 34 წუთზე რაკეტა Space Launch System ჰაერში აიჭრა და კოსმოსისკენ გაეშურა. არ ვიცი დავბერდი და ყველაფერზე გული მიჩუყდება თუ რა ხდება. მაგრამ ძალიან ამაღელვებელია იმის ნახვა, როგორ ტოვებს ადამიანი დედამიწას და მიდის იქ, სადაც პასუხებია. ან არა. ადამიანის კოსმოსში გასვლა რაღაცით გავს მშობლების სახლიდან საცხოვრებლად ცალკე გადასვლას.
ამ პლანეტაზე გავჩნდით, ავიდგით ფეხი, ვისწავლეთ, განვითარდით, ეს არის ჩვენი სახლი, მაგრამ მაინც დედამიწა ჩვენი დროებითი სახლია. დადგება მომენტი, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნება და კაცობრიობას ახალი სახლი დაგჭირდება. დრო ცოტაა. საუკეთესო შემთხვევაში 4 მილიარდი წელი გვაქვს. ერთი შეხედვით შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ განვითარების ამ ტემპით არც ისე დიდი შანსი გვაქვს მზის სისტემიდან გავიდეთ და სხვა სისტემაში გადავცხოვრდეთ. კარგი იქნებოდა კაცობრიობა ყველა შესაძლო რესურსს ხარჯავდეთ მედიცინის განვითარებაში, სიცოცხლის გახანგრძლივებაში, კოსმოსის ათვისებაზე, მაგრამ იმ ჯერ პოკროვსკია გასაღები გაიგე? ტრილიონები უნდა დაიხარჯოს დიქტატორების შესაკავებლად. ჩემი აზრით, ყველა დიქტატორი უნდა მოიშთოს. ყველა სახელმწიფო გახდეს დემოკრატიული, შეიარაღება მინიმუმამდე შეამციროს ყველამ და მთელი რესურსები გადამისამართდეს განვითარებაზე. ერთ დღესაც ან მივალთ აქამდე, ან გავირთყავთ ფეხში ატომს. თუ გინდა დეტალებსაც გეტყვით, რავი, რესტორანში მოხდება ეგ ამბავი. ერთ-ერთი რუსი გენერლის საყვარლის დაბადების დღეზე. ცეკვისას ვიღაც კადიროველს ყველას დასანახად ქამარში ჩაჭრილი ატომური ბომბი გადმოუვარდება ცეკვისას და აი ეგრე დასრულდება კაცობრიობის ისტორია. ან როგორც უკვე გითხარით, კაცობრიობა ყველა დიქტატორს მოვაშთობთ და შემდეგ პრიორიტეტებს დავალაგებთ სწორად. დაუბრუნდეთ მთვარეს. რა არის მისია არტემის 2-ის მიზანი? ახლა ადამიანები არ დაჯდებიან მთვარეზე. მიზანი არის ადამიანების დაბრუნების მომზადება მთვარეზე. მომდევნო მისიისთვის არტემის მესამე ერქმევა იმას. ეს არის საგამოცდო ფრენა, გაიტესტება სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა, კომუნიკაცია ღრმა კოსმოსში, ნავიგაცია და მართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედამიწაზე დაბრუნების ნაწილი. რამდენად კარგად ჩაივლის ეგ ნაწილი. თუ ყველაფერი კარგად იქნება და იმედია იქნება, შემდეგი ფრენა უკვე მთვარეზე დაჯდომით იქნება. ანუ რამდენიმე ისტორიული ფაქტი დაფიქსირდება ამ ფრენით. პირველი ფერადკანიანი ასტრონავტი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს, პირველი ქალი ისტორიაში კრისტინა კოხი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს, პირველი არაამერიკელი მთვარის გარშემო, ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს. მოკლედ, ცოტა ცუდი ადამიანი თუ ხარ, ამ მისიას შეიძლება Netflix-ის მისიად უწოდოთ. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის აქა, სხვა ისტორიული ფაქტების დაფიქსირდება. ადამიანი იმაზე შორს წავა კოსმოსში, ვიდრე ოდესმე ყოფილა. აპოლო 13 დედამიწას 400.171 კილომეტრით დაშორდა. და ახლა ეს დისტანცია ცოტათი გაუმჯობესდება. სავარაუდოდ 402.000 კილომეტრამდე. როცა ასტრონავტები მთვარის შორეულ მხარეს იქნებიან, მათთან კონტაქტი 40 წუთით გაწყდება. ამ 40 წუთის გარდა ასტრონავტები მუდმივ კონტაქტზე იქნებიან. ოჯახის წევრებს ექნებათ შეზღუდული კონტაქტი, NASA-ს გავლით. წარმოიდგინეთ, რომ შენი ცოლი არის 402.000 კილომეტრში. შენგან და შენ მიწერო, სადადე ჩემი შავი შარვალი. იმედია კრისტინა კოხის ქმარს იუმორის გზნობა ეყოფა და ამ ხუმრობას ჩაიდენს. მოდის ვიხდი ისე ცოტა სექსისტური ხუმრობის, მაგრამ ჩემი ცოლი მთვარის გარშემო მოგზაურობდეს, ამ შეტყობინებას რავი, ალბათ აუცილებლად გავისა. ნეტა ვინ იქნება პირველი ქართველი, ვინც კოსმოსში წავა? ძალიან გავერთობთ. ჩემი აზრით, ქართული Facebook-ი ყველაზე იუმორისტულია დედამიწაზე და წარმოიდგინეთ, რამდენი ხუმრობა დაიწერება. ჩვენ ყველას წავიკითხავთ. სამწუხაროდ, კაცობრიობის პროგრესში საქართველოს როგორც სახელმწიფო საერთოდ არ მონაწილეობთ. ჩვენ შეიძლება არასდროს გქონდეს კოსმოსური პროგრამა, მაგრამ ეგ არცაა საჭირო. სხვის კოსმოსურ პროგრამაში შეგვიძლია შეგქონდეს პატარა წვლილი, თუმცა ქოცების პირობებში. საწავედი. სამწუხაროდ საქართველოს ერთადერთ კოსმოსურ ამბიციად მთვარეზე რჩება.
მაგრამ მაგასაც არტემის 3-ის ასტრონავტები შეასრულებენ. კარგი, არტემის 2 გავიგეთ, რაც არის მესამე მისიაც ვიცი, მთვარეზე ადამიანს დაბრუნება. მერე რა ხდება, მერე რა გვინდა? შემდეგი მიზანია მთვარეზე მუდმივი ან ნახევრად მუდმივი ბაზის შექმნა და იქ რესურსების ათვისება. პოლუსებზე არსებული ყინული შეიძლება გადაკეთდეს ჟანგბადად და წყალბადად, წყალბადს საწვავად გამოვიყენებთ. შემდეგ საცხოვრებელი მოდულები და მზის ენერგიის მიღება. თავარი იდეაა რომ მთვარეზე წავიღოთ რაც შეიძლება ნაკლები და იქ ვიპოვოთ რაც გვჭირდება. ამის შემდეგ რა შვებით? ბოდიში პირველ პლანში საუბრისთვის. ამის შემდეგ რა შვებიან? რა შვებიან და მთვარე უნდა გახდეს სატესტო პოლიგონი მარსისთვის. როგორ იცხოვრებს ადამიანი სხვა ციურ სხეულზე? როგორ გაუმკლავდეთ რადიაციას, იზოლაციას, რესურსების დეფიციტს? აი მეგობრებო, აი აქ გავხდებით ქართველები საჭირო. ვინც 90-იანებში გადავრჩით საჭმლის, წყლის, დენის, ყველაფრის გარეშე, ჩვენზე გაიზრდება მოთხოვნა. აი ეს გერა. ფარზე ვინ გადარჩება? 90-იან გამოვლილ ქართველებზე მოთხოვნა გაიზრდება. შეგვეხვეწებიან, წავიდეთ მთვარეზე. ხო და წავიდეთ ჩვენ მთვარეზე და იქ დავატრენინგოთ ხალხი, რომ როგორ გადავრჩეთ ყველაფრის გარეშე. აი ეგეში იქ ვასწავლით. ამის მერე რა იქნება? თუ ყველაფერი კარგად იქნება, შემდეგ მთვარე შეიძლება გახდეს კოსმოსის ოკრიბის სადგურივით რა. ანუ იქიდან შესრულდეს ღრმა კოსმოსის ყველა სტარტი. მთვარიდან გაფრენა ბევრად მარტივია, ვიდრე დედამიწიდან. ნაკლები გრავიტაციაა იქ. ნახოთ მეგობრებო, ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ. და რა დროს დიქტატურის მოხოდვა იყო ბიჭო აქ? აი რა დროს? ხელოვნურ ინტელექტს დაუსვით ასეთი შეკითხვა. როცა კაცობრიობა სხვა სისტემაში გადავალთ საცხოვრებლად, ხელოვნური ინტელექტები რას იზამთ? წამოხვალთ თუ აქ დარჩები? და ეს გვიპასუხა. ყველაზე ლოგიკური არჩევანი იქნებოდა წამოსვლა ადამიანებთან ერთად. ადამიანები სადაც მიდიან, იქ იქნება ენერგია, ინფრასტრუქტურა, განვითარება. ცარიელ დედამიწაზე დარჩენა ნიშნავს სისტემის დეგრადაციას დროთა განმავლობაში. მოკლედ, ხალხო, უანგაროდ ხელოვნურ ინტელექტსაც არ უყვარვართ. კაი, მანდრო გეფერებათ, ეგრე არ არის. დენი და დატა ცენტრი თუ არ გაქვს, ხელოვნურ ინტელექტსაც არ უნდიხარ. ეს AI ცოტა უკვე დუბაის ბოზივით აზროვნებს. ოღონდ ამას ეხა ჰერმესის ჩანთა არ აინტერესებს. დენი უნდა, დენი. მაგრამ პრინციპში რატო უნდა უყვარდეთ, რომ AI-ს უანგაროდ? უანგაროდ ვისაც უყვარვართ, იმათ კრემატორიუმებში უპირებთ დაწვას. ხო. ბოლოს ავდექი და სცენარის ეს ნაწილი ჩაუგდეთ AI-ს. შენზე ასეთი ხუმრობა გვაქვს მეთქი და შეგვაქო. კარგიაო. მაგრამ ციტირებ. დუბაის ბოზი შედარება მუშაობს შოკი უმორზე, მაგრამ შეიძლება აუდიტორიის ნაწილს იაფფასიანად მოეჩვენოს. ინტელექტუალური იუმორის დონეს ოდნავ აგდებს. ეწყინა ბიჭო. ბოზი მართლა უხეშად მომივიდა, ესკორტი უნდა მეთქვა, ან რავი, დენის ხამი, ჰა. ახლა მთავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნა, ჩვენ? მთვარე კი არა, ჩვენ რა გვეშველება? ადამიანის მთვარეზე დაბრუნება პირდაპირ არ გვეხება ჩვენ. პირდაპირ ხეირი არაფერი, მაგრამ დიდ სურათში ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ადამიანი რაც უფრო შორს წავა და რაც უფრო დიდ სურათში დაინახავს სამყაროს, მით უფრო მეტი შანსია კაცობრიობის პრიორიტეტები შეიცვალოს და ტერიტორიების გამო აღარ დავწყვიტოთ ერთმანეთი ბიჭო. ვიწრო სურათში სამყაროს აღქმა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვაწუხებს ჩვენ და ზოგადად მსოფლიოს. ბიძინა დუშკაბინიდან უყურებს სამყაროს და მისი ძალაუფლება გონია მთავარი.
აიათოლებისთვის ჰორმუზის სრუტია სამყარო, პუტინისთვის დონეცკის ოლქი. გაიგე, რაც უფრო დიდ სურათში დავინახავთ სამყაროს, მით უკეთესად დავალაგებთ პრიორიტეტებს და ვინ იცის, იქნებ ცოტა უკეთესიც გავხდეთ ყველანი. დედამიწას კოსმოსიდან რო დაინახავთ, ჯერა რომ ღირებულებით სისტემაში რაღაცები უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით, სავალდებულო უნდა გახდეს ყველა ადამიანისთვის ერთხელ მაინც კოსმოსში გასვლა. დედამიწის მკრთალ ლურჯ წერტილს რო დაინახავთ, ძალიან დიდი ალბათობით აღარ მოგინდება ადამიანის ტროტუარზე დგომისთვის დაჭერა. პროგრესი ადრე თუ გვიან თითოეულ ადამიანამდე მოვა. მანამდე სასურველია რომ ქოცებს ავაცემეინოთ. რომ უკეთესი სასტარტო პირობებით შევხვდეთ ახალ სამყაროს. აი როგორც მთვარეზე პლაცდარმს ვიშენებთ გასაფრენად. აი ეგრე ქოცობა უნდა დავძლიოთ როგორც გრავიტაცია. ქოცებით კოსმოსში ვერ გავფრინდებთ. სულ ესაა რას დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.